ეს ვიდეო ასახავს პარასკევ დღეს სკოლიდან გამოსვლას და იქ გზად გავიარე, ნელ-ნელა მოგიყვებით. მეორე გაკვეთილის ბოლოს დამირეკა მაგდამ დიოგენეს წარმომადგენელმა. მითხრა, რომ ბიბლიაში ქონდა დიოგენეს პრეზენტაცია და ძალიან გამეხარდა, რომ ბათუმში იყვნენ ჩამოსული და მე-12 კლასელებს შეეძლოთ დასწრება, ასევე ისტორიის მასწავლებლებს და სრული შემთხვევაში მეც. ახლა ხედავდით კადრებში ახალგაზრდებს მე-12 კლასელები იყვნენ, ესენი ვიფიქრე კი რაღაც მომენტში, რომ ხوار წამეყვანა, მაგრამ მე თვითონ არ მქონდა გადაწყვეტილი მომახერხებდი თუ არა ბიბლიაში მისვლას. ძალიან მინდოდა, მაგრამ მოვდიოდი თბილისში მატარებლით საღამოს 5 საათზე და თბილისში წამოსვამდე ვიყავი აუცილებლად მისასვლელი ზუმერში, რომ ჩვენმა სკოლამ მოიგო ვაუჩერები 500 ლარის და შეკვეთილი მქონდა ჭკვიანი მტვერსასრუტი თბილისიდან ჩამოვიდაო და მირეკეს და დიდხანს არ გამიჩერებდნენ, იმიტომ რომ რა ვიცი ხა ორშაბათამდე მე ჭვებოდა რომ გაჩერებულიყო და ისედაც ორშაბათს უკვე მინდოდა რომ სკოლაში მიმეტანა და მოკლედ ესე გზაში ჯერ კიდევ ვფიქრობდი ამ შუქნიშანზეც რომ გადავუხვიო თუ ვიყო და მერე ვიფიქრე მოდი აბა გზიდან გამომდინარე როგორც მოხერხდება მეთქი და ესე ჯერჯერობით მივდივარ და შემდეგ შუქნიშანთან აქ ზოგადად ყოველთვის ესე შუარიგი არ ხომ დატვირთული და აი აქეთ რიგში გადავწყვიტე რადგან მოხევის ზოლში აღმოჩნდი რომ წავსულიყავი მაინც და ბიბლუსისკენ გადავუხვიე უბრალოდ ოდნავ იქეთ ვარ და მე მომიწევს მარჯვნივ წასვლა ოდნავ უკან დაბრუნება აქ ძალიან ნორმალური სიტუაცია გზაზე არც საცობები არ იყო რეალურად მაგრამ აი ნახავთ რომ მივახლოვდებით მემე დაბაშიძის ქუჩას გასაჩერებელი ადგილები არ იყო საერთოდ ბიბლუსთან ახლოს. იყო შუაგზაზე ავარიულებით დატოვებული მანქანები და არ ვიცი ახლა იმ მანქანების პატრონებს უღირთ თუ არა ჯარიმა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რა ვიცი, მე მინდოდა პატიოსნად გამეჩერებია, რამდენიმე წუთი გადავსულიყავი ბავშვი მეჯდა მანქანაში და დიდი ხნით დატოვებაც არ შემეძლო, აი შევუხვი, ახლა ნახეთ. აქაც ავარიულებით 3 მანქანა. საქართველოს ბანკს რო გაცდები, შემდეგ არის ბიბლუსი. ხო, აი გავცდით ბიბლუსაც, მე ჩავუხვი რომ იქნებ გვერდზე რამე ადგილი იყოს და აქ რაღაცა სარემონტო სამუშაოები მიდიოდა მარცხენა მხარეს. და მანქანები იყო გადმოლაგებული აქეთ, საერთოდ არ იყო ადგილი. მე ეს ქუჩაც აღარ ვახსოვდა რომ ამ ხელა ჯებირი იყო და ვერ გადავდიოდი მეორე მხარეს რომ მომეხვია. მაინც აქაც ჯერ კიდე იმედს არ ვკარგავ რომ გადავალ. კი დავიკავე ეს მარჯვენა ზოლი, რომ თუ რამე აქ გავჩერდე და მე ფეხით გადავსულიყავი ბიბლუსში, მაგრამ რაღაცა არ მოხერხდა, აი ნახავთ თქვენ საერთოდ არ არის გასაჩერებელი ადგილები. მე გადმოვედი ისე მარცხენა მხარეს, რომ ამეხვია, მაგრამ უკვე უნივერსიტეტთან ვარ, ხო? აი აქ აზრი აღარ ქონდა მივხვდი და წავედი სახლისაკენ. სახლთან ახლოს არის Grand Mall-ი, სადაც ზუმერის მაღაზიაში ვიყავი მისასვლელი და უკვე გადავწყვიტე რომ მან მისულიყავი. და იმედს ვიტოვებდი რომ მე-12 კლასელები ან ისტორიის მასწავლებლები მაინც მივიდოდნენ და ჯერ კიდევ არ ვიცი, ხა კვირადილაა როცა ამბოისწერ და ჯერ კიდევ არ ვიცი იყვნენ თუ არა მისულები ხვალ გავარკვევ მე-12 კლასთან გაკვეთილი მაქვს. გამეხარდება თუ იყვნენ მისულები. თუმცა ჩემი მოსწავლების გარეშეც კარგად ჩაივლიდა ეს პრეზენტაცია თუ რაც ღონისძიებაც ჰქონდათ დაგეგმილი. აი აქ რო გადმოვდიოდი, ჩემი გზა იყო და ვიღაცამ დამისიგნალა. და არ მესიამოვნა. მე შევუხვევთ ამ ფიროსმანზე. უკვე შევუხვიეთ უკაცრავად და ჩვენს ცნობილ ეზოს ვიბადგებით. აი ასე ეს იყო ჩვენი პარასკევი დღე. ხო, აქაც ვიღაც შუაგზაზე ქონდა გაჩერებული, ვიფიქრე მეორე მხრიდან მოვუვლიდი, მაგრამ მე გადავიფიქრე. მე ამ მანქანას დაველოდე, გაიყვანა და გავედით. და მე 5 საათზე წამოვედით თბილისში მატარებლით. 2 წელია მე და ბავშვი ერთად არ გვიმგზავრია მატარებლით და არ იყო ცუდი. მადლობა რომ გვიყურებთ.